ბევრი რამ გამოგრჩათ. მაგრამ სანამ იმ კარებს გავაღებდე, რომლის უკანაც სრული რობოტული ჯოჯოხეთია, გაფრთხილება. თუ ჯერ ახალი სერია არ გინახავს, აუცილებლად გადადი და ნახე, რადგან ეს ვიდეო უმძიმე სპოილერებს შეიცავს. მეხუთე სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული ნათლად ვხედავთ რობოტებს, მათ ხომალდებს, თუ ცნობილ პერსონაჟებს, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა მთლიანად ჩაანაცვლა. მაგრამ როგორ, რანაირად, ასე უბრალოდ გამოჩნდნენ და ყველა ჩანაცვლება დაიწყეს და ჩანაცვლებული ხალხი სადღა არიან? ამ ვიდეოში დაგიმტკიცებთ, რომ რობოტების შემოჭრა ახლა კი არ დაიწყო, ის დიდი ხნის განმავლობაში ნელ-ნელა ხდებოდა და სანამ ჩვენი პერსონაჟები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყურებით ტკბებიან, ქალაქში რობოტები დათარეშობენ. მაშა სადამე, მოდი უკან გადავახვიოთ. კარგია. მეოთხე სეზონის მეექვსე სერია. კატაკლიზმა ბიჭებს ვიგენის ხორხის მოსაპარად, პლანეტა ეფსიკაზე გზავნის. ეფსიკა? ვინ ჯანდაბა იფიქრებს ამ სახელებს? ამ პლანეტაზე დიდი ყურადღება არავის გაუმახვილებია, ამიტომ მოდი ჩვენ ჩავეძიოთ. პლანეტა ეფსიკა ნანგრევებადაა აქცეული. შეიძლება ვთქვათ, რომ პოსტაპოკალიფტური სამყაროა. თავიდან ისეთი წარმოდგენა გვექმნება, თითქოს აქ ცივილიზაციას არც კი მოუღწევიაო. გრავიტაციული ველი სრულად დარღვეულია, რის გამოც ჰაერში მოლივლივე ნივთებს გამუდმებით ვხედავთ. თუმცა დიდი დრო არ გადის და ბიჭები საკმაოდ ცივილიზებულ ნაგებობას პოულობენ. ქალაქში ვხედავთ სხვადასხვა შენობებს, მაღაზიას ალკოჰოლისა თუ მოიცა. დაშლილი რობოტების მაღაზია? თეორია მაქვს. შეიძლება ეფსიკა სულაც არაა ნანგრევების გროვა და აქ ოდესღაც დიდი ომი მოხდა მანქანებსა და პლანეტის მაცხოვრებლებს შორის, რამაც პლანეტის სრული განადგურება გამოიწვია. ეფსიკელებმა თითქოს ტექნოლოგიასთან წვდომა სრულად გაწყვიტეს, თუმცა მთლად ბოლომდეო მაინც ვერ ვიტყვით. მაგალითად, ამავე ეპიზოდში დევი იარაღს არც მეტი, არც ნაკლები რობოტი ჰოლოგრამისგან ყიდულობს. და გამოიცანით, რა არის ჰოლოგრამის ქვეშ? ბინარული კოდი. თუ არ დაგვეზარება, ამ ციფრებს ამოვწერთ და გადავთარგმნით, შემდეგ ტექსტს მივიღებთ. რობოტები მოდიან. სეზონი 4, ეპიზოდი 7. თითქოს არც არაფერიო, ბიჭები მანქანაში ზიან და კლასიკურად მორიგ სისულელეზე საუბრობენ. ისე იმაზე გიფიქრიათ, რომ ფინეთი არ არსებობს? დაიწყო. რუკაზე მინახავს კაცო, ფინეთი როგორ არ არსებობს? ამ სცენაში ახალ პერსონაჟსაც ვხედავთ. ტაქსისტი, რომელიც თარსულას მაცხოვრებლებს მომდევნო სერიებში ერთი ლოკაციიდან მეორეზე დაატარებს. ვიტყოდი არაფერ შუაშია თქო, მაგრამ ერთ მომენტში ზედმეტად დიდი უცნაურობა ხდება. დემონი არა ისა, უბრალოდ ჯოჯოხეთში გამოკეტეს, თორე დემონი ვაფშე არაა ეგ. ჩვენიანია გეუბნებით. თან დაუფიქრდით, ამდენი ხანია სულ ვიღაც იჩითება, რომ სამყარო უნდა დაიპყროს, ყველა უნდა მოკლას. ანუ შანსი არაა, რომ კიდე ექტება მოიხოდოს. იმ დღის დედაში ტაქსისტად რომ დავიწყე მუშაობა. დაიგლიჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მეოთხე სეზონში მაცხოვრებლების ნაწილი რობოტების მიერ არიან ჩანაცვლებული. კიდევ დამთხევა გგონია? მოდი მეოთხე სეზონის მე-10 სერიაზე გადავინაცვლოთ, სადაც პერსონაჟები დროის მჭრელს იყენებენ და წარსულში ბრუნდებიან, სადაც ეფსიკაზე კვლავ უწევთ მოხვედრა. მოიცა, რაღაც უცნაური ხმა არ გესმის? თითქოს რაღაცა ტყდებაო. კი, მესმის. და მგონი შენი ტვინის ხმა არის, საბოლოოდ იშლება. და აი აქ უკვე ნათლად ვხედავთ ეფსიკაზე დაცემულ, ტვერ დადებულ რობოტებს, რომლებსაც ჩაურმების სამშაბათი კი აქვთ, მაგრამ ჩაურმების სამშაბათი საკმარისი არაა. თითქოს ესეც ტიპიური სცენაა, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, თუ მართლა კარგად დავაკვირდებით, ეს ის ტაქსისტი არაა, რამდენიმე ეპიზოდის წინ რომ დაიგლიჩა? იგივე ტიპი მეხუთე სეზონის სერიაში რომ იარაღი დაადგა ბავშვებს? რა ხდება, ბოზიშვილი? რობოტების თემა ნამდვილია, როგორღაც ეფსიკელმა მანქანებმა გზა იპოვეს, რომ კატაკლიზმას ხომალდს დედამიწაზე გამოყოლოდნენ, სადაც ნელ-ნელა ახდენენ ადამიანების ჩანაცვლებას. ბუმ! მაინც არ გჯერათ არა?
არა და ახალ სერიაში ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ ამოაქვს წყლიდან რაღაც უცნაური ხომალდი, რომელიც ბავშვებს იტაცებს და წყლის ქვეშ საცავში ჩაყავს. ლოგოც კი ხომალდზე ზუსტად ემთხვევა ეფსიკელი რობოტების ლოგოს, რაც ადასტურებს, რომ რობოტები სწორედ ეფსიკიდან მოვიდნენ. თუმცა ალბათ არც იმას დაიჯერებთ, რომ გითხრათ, რომ ეს ხომალდი უკვე გვინახავს მეხუთე სეზონის მეოთხე სერიაზე ბევრად ადრე. მოდი ისევ გადავახვიოთ და ვნახოთ, თუ როგორ იწყება მეოთხე სეზონის მერვე ეპიზოდი. წყნარი, წყალქვეშა ხედი. ზემოთ ვხედავთ მზის შუქს, შუაში თევზებს და მოიცა ეს რა არის. ზუსტად იგივე ხომალდი ამდენი სერიით ადრე წყლის ქვეშ დაცურავს, აქედან მოყოლებული ეს ხომალდი ზედაპირზე ამოდის და ხალხს იტაცებს, თარსულას მოსახლეობას კი ზძინავს. იგივე ეპიზოდი გვიდასტურებს, რომ რობოტები ცდილობენ არა მარტო ადამიანების ჩანაცვლებას, არამედ საკუთარ კოდებს დებენ დედამიწურ ტექნოლოგიებში. მაგალითად, ჩემ ცოლთანას დაეთრევი. იგივე ლოგო. მოდი ცოტა წინ წავიდეთ. მეხუთე სეზონის მეორე სერიაში რობოტები პოლიკას ჩანაცვლებას ცდილობენ. ქმნიან აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც ადამიანებზე ყველა სახის ინფორმაციას იპარავენ, რაც მათ ჩანაცვლებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, შეხედეთ პოლიკას ჩამნაცვლებელი რობოტის ლოგოს. ისინი იმდენად არიან მოდებული, რომ ანკეს თევზის მაგივრადაც კი მოყვებიან. ნუ კარგი ეს რომ რობოტია ლოგოთიც ხვდებით, თუმცა აშკარაა რომ ეფსიკელი მანქანები ექსპერიმენტებს ატარებენ იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა თევზებთან ერთად თანაცხოვრება. იმიტომ რომ ადამიანებს რაც უსმინეს. მიწაში აქვს ფესვები, ტოტები აქვს, ფოთლები აქვს და ხეა. რა არის? ტროლეიბუსი? არა. ხე? კი, ახლა შენ უნდა თქვა. რა სისულელია გამოცანაში ვეთქვი, რომ ხეა. ზუსტად ამიტომ ამბობს ეს რობოტი, რომ თუ დავაცდით, ყველაფერს აგვიხსნის. იცით, ამ ყველაფერს ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს და თუ დამაცდით, და შენ, დაწვევიანო ბიჭო, რატომ მიღებ? გადაღება რა საჭიროა? დავილა რობოტებს ადამიანებისგან მალულად უკვე მოძებნილი აქვს საკუთარი საკომუნიკაციო ენაც, რის დამამტკიცებელ საბუთსაც მეხუთე სეზონის მესამე სერიაში ვხედავთ. ყველაფერი იმით იწყება, რომ გაიოზი რენდომ ფაქტების ფრქვევას იწყებს. მიზეზი მარტივია. გაიოზი უკვე ჩაანაცვლა რობოტმა, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია რაღაც სულელური ფაქტების თქმით უფრო მარტივი გახდება. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, კედელზე კვლავ ჩნდება ბინარული კოდი, რომელიც ზუსტად ასე ითარგმნება. იპოვე ლეგიონი. ლეგიონი რა არის ამას მომდევნო სერიებში გავიგებთ, თუმცა სწორედ ასე ახერხებენ გზააბნეული რობოტები ერთმანეთთან დაკავშირებას. მეტიც, კოდი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ ახლო რობოტია. რაზეც ის ფაქტი მოწმობს, რომ სანამ რობოტი ჩანაცვლებული გაიოზი არ გამოჩნდა, კედელზე არც კოდი გამოჩენილა. თუმცა რაც ყველაზე მეტად მოწმობს რობოტების მიერ ადამიანების მასიურ ჩანაცვლებას ბოლო სერიაში, ამ შტერი ექიმის ნათქვამია. გამარჯობა, გვერდით პაციენტ შტებცელი და უნიტაზი აირია ერთმანეთში და საშინელი სიტუაცია იყო დამაგვიანდა. არა, ეს ნათქვამი არა, მაგრამ პრინციპში ეგეც გამოდგება, რადგან შეუძლებელია დენსქვიტა და უნიტაზი ერთმანეთში აგერიოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ექიმის მეორე პაციენტი ნამდვილად რობოტია, რომელიც კვების წყაროს ეძებდა და არა უნიტაზს. თუმცა საუბარი ამ წინადადებაზე მქონდა. კლასიკა. ასეთი მილიონი შემთხვევა მქონია. პაციენტები ჯერ უაზრო ფაქტებს ამბობენ, მერე კიდე ბლენდერი მოყავთ ცოლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თარსულას მაცხოვრებლები უკვე ამჩნევენ მათ ირგვლივ მყოფი საყვარელი ადამიანების ცვლილებას და ისინი ექიმთან მიყავთ ზუსტად იმ სიმპტომებით, რაც გაიოს აქვს. თარსულა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. რობოტები უკვე აქ არიან. ასე რომ მომავალში გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ დათარსულები იუმორისტული შოუა, ყველა კუთხე კუნჭულში უამრავი საიდუმლოა დამალული.